საკმაოდ რთული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენმა შვილმა მიიღო. გაეჩინა თუ არა შვილი იმის გამო, რომ რისკი იყო. საქმე იმაშია, რომ ის არ დაფიქრებია მაგას, პირიქით წავიდა რისკზე, რომ ასწრაფოდ უნდა გაეჩინა შვილი, იმიტომ რომ მალე უნდა გაეჩინა შვილი, იმიტომ რომ მას ახლდა რაღაცა პრობლემები და პირიქით ძალიან შემმართებით შეუდგა, მაგრამ რა მოყვებოდა მას არავინ არ ელოდა და ეს იყო ძალიან რთული დღეები და თურქეთში იყო თქვენი შვილი ამ დროს, ხო, როგორც ვიცი. და იყო, რა ვიცი, შეიძლება ითქვას თქვენ ცხოვრებაში ყველაზე რთული ზარი. როდესაც გითხრეს, რომ არჩევანი უნდა გაგეკეთებინათ. ხო, ეს შვილი. ჩემი მეუღლე, დედამისი იყო იქ. და მე და ჩემი სიძე ვიყავით აქ, იმიტომ რომ ორივეს მოუწია მაგ დროს სადიპლომო გამოცდების ჩაბარებამ და ნუ ახლა ჩემი შვილს ისეთი პრობლემა ჰქონდა, რომ იქ იყო და ვერ ჩამოვიდოდა ბუნებრივია, ამიტომ მე ჩავანაცვლე სიძე ჩამოვიდა, ჩემი მეუღლე გაფრინდა და ჩემს მეუღლეს დაუყენეს ეს საკითხი. დაგირეკათ? ხო, დამირეკა კი არა, მე ტელეფონს ვერ უშვებდი ხელიდან და ის იმას უამრავი საქმე ქონდა, რომ ბავშვისთვის მიეხედა და მე ყოველ წუთში ვრეკავდი იქნეს. და აი, როდესაც ეს ფრაზა, ძალიან რთული ფრაზა უთხრეს და რომელიც თქვენს გითხრათ არწმუნებული ვარ, თვითონ რა უპასუხა? ან თქვენ რა უთხარით? რა თქმა უნდა, თავისი შვილი. რა თქმა უნდა, აი ადლობა ღმერთს, რომ მაინც ვთვლი, რომ ორივე უნდა მყოლოდა. ნამდვილად და ორივე გყავთ და დიდხანს გყავდეთ კიდე.